ცნობილი ქართული სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ახალი შენობა, ეს ისტორიაში და შემოქმედებით საქმიანობაში ახალი ეტაპი დაიწყება. ერისიონს საკუთარი შენობა აქვს. 140 წლიანი ისტორიის მქონე სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის რეპეტიციებს უკვე ახალ დარბაზში ჩაატარებს. 3 წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაობის შემდეგ შენობა ანსამბლს უკვე ოფიციალურად გადაეცა. ახალ შენობაში ანსამბლთან ერთად ერისიონის ბავშვთა სკოლა სტუდიაც განთავსდა, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლე ირიცხება. თანამედროვე სტანდარტების შენობა ანსამბლის შემოქმედების ყველა მიმართულებაზეა გათვლილი. ერისიონის ახალი მისამართი ხეთაგუროვის ქუჩის 26 ნომერია. რისი დამსახურებაა ტრიუმფი უძველესის შერწყმა თანამედროვე ტექნიკასთან, რაც ხაზს უსვამს უძველეს საუკუნოვან ტრადიციებს, წერდა ფრანგული გაზეთი ფრანსუარი საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლზე. ერისიონი საუკუნეზე მეტს ითვლის, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ 140 წელს. თუმცა ამ წლების განმავლობაში ანსამბლს, რომელიც ინახავს საქართველოს ყველა კუთხის 1000 წლეულებში გამოტარებულ ხალხურ პროფესიულ შემოქმედებას, საკუთარი შენობა არ ჰქონია. საქართველოს მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით. ერისიონს ისტორიაში პირველად საკუთარი შენობა ექნება, რომელიც განთავსებულია ხეთაგუროვის ქუჩის 26 ნომერში. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის შერმან დიჭკუასელის თქმით, ეს ახდენილი ოცნებაა ყველა იმ ხელმძღვანელის, რომელიც ანსამბლს გამდრილი წლების განმავლობაში ედგა სათავეში. დაბლა რო შემობძანდით, ალბათ ნახავთ იქ ფოტოებია. უამრავი ანსამბლის ხელმძღვანელების, რომლებიც ამ 140 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდნენ ამ ანსამბლს და ყველასი მათი ოცნება იყო, რომ ამ ხელა ანსამბლს, ერის ანსამბლს, რომელსაც ანსამბლ მუზეუმსაც კი უწოდებენ, ქონოდა თავისი საკუთარი სივრცე, საკუთარი სარეპეტიციო დარბაზი და დადგა ეს დღეს ეს ნანატრიჟამიც. 4080 კვადრატულ მეტრზე განთავსებული თანამედროვე სტანდარტების ნაგებობა 2 სარეპეტიციო დარბაზს მოიცავს. აქედან ერთ-ერთი საკონცერტო დანიშნულებისაც არის, რომელიც იტევს 100-მდე მაყურებელს. ერისიონის სკოლა სტუდიის 900-მდე ბავშვისთვის კი განკუთვნილია სარეპეტიციო 3 დარბაზი. შენობაში განლაგებულია ასევე საგრიმიოროები, ხმის ჩამწერი სტუდია, ანსამბლის ადმინისტრაციის საოფისე სივრცეები, ასევე სასცენო სამოსის შესანახი სივრცეები. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სამწუხაროდ საკუთარი შენობა ანსამბლს არ გააჩნდა და ყოველთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა ეს ანსამბლისთვის და დღეს როგორც იქნა ანსამბლს საოცარი შენობა აქვს. ეს არ არის მარტო ერისიონის, ეს არის ჩვენი მომავალი თაობის, ეს არის ჩვენი შვილების, შვილიშვილების. ეს არის ძეგლი, შეიძლება ესე ითქვას, ამ შენობით კიდე ერთი მშვენიერი ძეგლი დაედგა ქართულ ტრადიციებს, ქართულ სასიმღერო, ქართულ ტრადიციებს, ქართულ ფოლკლორს, ეს არის ჩვენი იდენტობა, რითაც ვამაყობთ ჩვენს მთელს მსოფლიოში. 23 წელი გამიხდება, რაც ანსამბლის წევრი ვარ და ალბათ 23 წლიდან 22 წელი სულ ველოდებოდით, როდის გადავიდოდით ახალ შენობაში. დადგა ეს ნანატრი და ბედნიერი დღე, ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი გავხდი და ისე არ დავამთავრე, ესე ვთქვათ, კარიერა, რომ ასეთ მნიშვნელოვანი დღეს გამოკლებოდა ეს ყველაფერი. ნაგებობის სარეკონსტრუქციო, სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოოდ კი ანსამბლს შენობა სარგებლობაში უვადოდ გადაეცა. ოფიციალურად ნაგებობა ანსამბლს დღეს გადაეცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კულტურის მინისტრი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები. ერისიონს მინდა მეულოცო ახალი სასახლის გახსნა. წლების მანძილზე ანსამბლს არ ქონდა გამართული შენობა და ახლა უკვე სრულიად ახალ სივრცეში შეუძლიათ განაგრძონ შემოქმედებითი საქმიანობა. თქვენ იცით რამ ხელა ამ ანსამბლის წვლილი ჩვენი კულტურის განვითარებაში, ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და რა თქმა უნდა ახალი სასახლე, ახალი შენობა მისცემს მათ საშუალებას, რომ ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწიონ მომავალში და გააგრძელონ ის საქმე, რომელიც ათწლეულების წინ დაიწყო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი კულტურის განვითარებისთვის. მე ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესია, რომ 140 წლის ანსამბლს, რომელმაც ქართული კულტურისთვის ძალიან ბევრი გააკეთა და თქვენ ხედავთ რა ადამიანების სახელებია ამ ანსამბლთან დაკავშირებული და საუკუნეზე მეტია ისინი
ნამდვილად ჩვენი ქვეყნის უნიკალობას მთელ მსოფლიოში ასე რომ ვთქვათ, პოპულარიზაციას უკეთებენ, დიდი ხნის წინაც უნდა გქონოდა ეს შენობა. და ჩემთვის არის ბედნიერება, რომ ჩვენ გუნდს ერგო დახვდაწილად ეს რომ ეს თემა ასეთი მძიმე თემების გადაჭრა შეგვიძლია და ინფრასტრუქტურა ზოგადად კულტურისთვის არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ შემოქმედ ადამიანს თუ არა აქვს პირობა, სადაც ნორმალურად შეუძლია რომ იმღეროს, იცეყოს, გააკეთოს თავის საქმე, ძალიან რთულია. საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ერისიონი 1885 წელს შეიქმნა. შექმნის დღიდან ანსამბლი ერისიონი ეროვნული ფოლკლორის, ტრადიციების, პირველწყაროს ერთგულებით და ფუნქციური დატვირთვით ცდილობს გააცოცხლოს, შეინარჩუნოს და მომავალს შემოუნახოს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური პროფესიული შემოქმედების ნიმუშები. არსებობის 140 წლის განმავლობაში ანსამბლში მოღვაწეობდნენ გამოჩენილი ქართველი დირიჟორები, ლოტბარები და ქორეოგრაფები.